მეოთხე დღეა მსოფლიო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება ირანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა. გარკვეულწილად უკვე შეარყია გლობალური ბირჟები და შეცვალა მაკროეკონომიკური მოლოდინები. ლოგისტიკური პრობლემების ფონზე გაზრდილია ინფლაციური რისკებიც. როგორი პროგნოზებია ამ მხრივ საქართველოში დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაია გამარჯობა. ირანში საომარი მოქმედებები ბუნებრივია რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ნეგატიურ მოლოდინებს აძლიერებს. მოლოდინების გავლენა უკვე ასახულია ლარის კურსზეც 28 თებერვლის შემდეგ ეროვნული ვალუტა მცირედით, მაგრამ მაინც უფასურდება. მთლიანობაში ლარი დოლართან მიმართებით 2 თეთრით არის გაუფასურებული და ანალიტიკოსების შეფასებით მიზეზი ცალსახად კონვერტაციებია. კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში გასული პერიოდის პრაქტიკიდან გამომდინარე საინვესტიციო ბანკები ელიან, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციებს განახორციელებს და ფინანსურ ბაზარს დოლარს მიაწვდის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა თებერვალი ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთი რეკორდული თვე იყო და წინასწარი მონაცემებით გასულ თვეში მარეგულირებელმა დაახლოებით 420 მილიონი დოლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში 2,9 მილიარდი დოლარი შეისყიდა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე საქართველოში შესაძლოა გაიზარდოს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2025 წელს ისრაელის მოქალაქეებმა ჩვენთან უფრო მეტი ფინა შეიძინეს, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებმა. ძალიან თვალია სიტუაცია, სამწუხაროდ შეიძლება საერთოდ უმართავინ აკადემია ვიყოთ, ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდ ქვეყნებზეა საუბარი, მაგრამ ამ კუთხით უნდა გვახსოვდეს, რომ მაგალითად არაერთი კვლევით, ანუ შარშან ისრაელის მოქალაქეებმა ჩვენთან მეტი ფინა იყიდეს, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებმა. ხო, ანუ ეს მნიშვნელოვანია და ამ იგივე ზაფხულის ესკალაციის შემდეგ გაიზარდა ყიდვები, ხომ, რაც ბუნებრივი რეაქცია კონვერტაციების ეფექტის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსალოდნელია საკმაოდ დიდი ალბათობით სების ინტერვენციები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო 1 წელს თუ ავიღებთ, ანუ შეიძლება ცოტა მეტიც, ჩვენ რომ ლარი დოლართან უფრო სტაბილური ვიხილეთ, ანუ ეს რა თქმა უნდა სების ოფსრივი ინტერვენციების დამსახურებაა, ხომ პირველ რიგში. მოლოდინები ნეგატიურია ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის კუთხითაც. ირანის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ღირებულება უკვე მკვეთრად გაიზარდა და ბრენტის ფასი ბარელზე $81-საც კი აღწევს. ნავთობისა და გაზის გაძვირების გარდა ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ფასები მოიმატებს და გართულდება საერთაშორისო გადაზიდვებიც, რაც საქართველოში არსებულ მიზნობრივზე მაღალი ინფლაციას სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს. გაუქმდა ყველა წინასწარ გამოწერილი სადაზღვევო პოლისები გემების და შესაბამისად გაძვირდა დაზღვევა იმ რეგიონში გემების მოძრაობისთვის და რამაც ძალიან დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს თვითონ გემის ფრახტზე და შესაბამისად შემდეგ პროდუქცია, ანუ ნავთობისა და გაზის ფასს. ეს რაც შეეხება უშუალოდ წყლის ნაწილში, ხოლო ირანი როგორც მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად გარკვეული პრობლემები ყოველთვის იყო, მაინც წარმოადგენდა გარკვეულ სატრანზიტო დერეფანს თურქეთიდან მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, აზია და კონკრეტულად ყაზახეთი ყოველთვის განიხილავდა მას თავის შესაძლებლობად საექსპორტო ტვირთებისთვის. ეხლა ეს ყველაფერი გაჩერდება და ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დიდხანს გაგრძელდება პროცესი. ჩვენთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ანუ გადაზიდვები ამ არხით არ არის ძალიან ბევრი, ანუ უფრო სხვა არხებით შემოდის. თუმცა რა თქმა უნდა, იგივე ხა საზღვაო კონტეინერების გადაზიდვის ფასი რო გაიზრდება, ეს ყველგან იზრდება, ხო? და ეს ასე ვთქვათ, უმატებს. აქედან უმატებს ზეწოლას. ანუ მთლიანობაში რო შევაჯამოთ ჯერჯერობით რაც ჩანს, ზომიერად, მაგრამ ეკონომიკურ აქტივობას ალბათ სირედით მაინც ეს უარყოფითად იმოქმედებს. რაც შეეხება აქციების ფასებს, გლობალური საფონდო ინდექსების შეფასება ეცემა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის წინააღმდეგ კონფლიქტის გამწვავების ფონზე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა გუშინ საფონდო ბირჟები დახურეს კიდეც, ვაჭრობა არაბულ საფონდო ბირჟებზე ჯერჯერობით არ განახლებულა. მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.